შავი ფული და სიყვარული. მეგონა მოგვარდა. ნილუფერმა კი ისევ გვიღალატა. ესე იგი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ, რას ვაპირებთ? რაც მთავარია უნდა დამშვიდდეთ. პანიკა საჭირო არაა. დაწყნარდი და კარგად დაფიქრდი, სად შეიძლება ნილუფერი წასულიყო, სად შეიძლება წაეყვანა. მისი მეგობრები გაიხსენა. მხოლოდ მერთი მახსენდება. მაგრამ ჩვენს ფირმაში დაიწყო მუშაობა. დღეს სამსახურში იყო, თანაც სასტუმროში არ ცხოვრობს. არ მგონია. მეც ასე ვფიქრობ. თანაც ნილუფერის მიმართ გულგრილი არაა. ფათიხს მასთან არ მიიყვანდა. რა იყო? ვინმე გაგახსენდა? ვიტყოდი ბაჰარი მეთქი, მაგრამ ბაჰარი რა შუაშია? რატომ? ბაჰარი რატომ გაგახსენდა? მოხდა რამე? წუხელ სამზარეულოში ნილუფერს ელაპარაკებოდა. მერე ბაჰარმა თქვა დავიღალეო და წავიდა. დღეს კი გავიგე რომ ავადყოფილა, სახლში მივაკითხე, მაგრამ არ შემიშვა, მითხრა შეყვარებულთან ერთად ვარო. თავიდან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ ბაჰარი ჩემი საუკეთესო მეგობარია, არ მიღალატებს. ბაჰარი ასეთ სისულელეს არ ჩაიდენს. არა. ომერ, რას აკეთებ? რას ვაკეთებ? სახვევი რატომ მოიხსენი? მეგონა ვერ შენიშნე, სინიორინა. ბრავო, ბრავო, გილოცავ, ყოჩახ. ელიფ. კარგად ვარ. სახვევს, ახლავე გაიკეთებ. ექიმთან დღესვე წახვალ. კარგად ვარ, გეფიცებე. მართლა არ მტკივა. შეგიძლია ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერ მომატყუებ, კომისარო. ვარჯიშობ. ადრე რომ დამჭრეს, საკუთარი თავი თვითონ მოვირჩინე. ექიმებისთვის რომ დამეჯერებინა, ახლა ლოგინში ვიწვებოდი. თავარია კარგად იყო. კარგი, გპირდები, თავს გავუფრთხილდები. მაგრამ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ფათიხი უნდა ვიპოვოთ. მერე დაგიჯერებ, გპირდები. წავიდეთ. ალაჰმა დაგლოცოს. ეფენდის გარდაცვალების შემდეგ ასეთი შეტევა არ გქონიათ. ძალიან დაღლილი ხართ. რა თქმა უნდა. დაღლილი ვიქნები. სულ ელიფსე ვფიქრობ. დეიდან ედრეთ. კარგად გიცნობთ. რამდენი რამ მოხდა, მაგრამ სიტყვა არ დაგცდენიათ. ასე არ შეიძლება. თავს ძლივს იკავებთ, ხომ ასეა? მე რა შემიძლია? რა? რომც ჩავერიო ვერაფერ შევცვლი. ვერ ხედავ ის ბიჭი რა თავ დავიწყებით უყვარს. მარწმუნებს მიყვარს ძალიან გამიმართლაო. ბიჭი მართლაც კარგია. წესიერი ადამიანი ჩანს. მაგრამ ოჯახი არ მომწონს. უცნაური ხალხია. ხო? ნახეთ იმ გოგომ რა იკადრა. ქურდი ყოფილა, გაუგნებული ვარ, ეს როგორ გაბედა? ბავშვია, ბავშვი. სიმდიდრემ თვალები დაუბრმავა. დაიბნა საბრალო გოგო. მაგრამ მთავარი საფრთხე მამამისია, ჰუსეინი. მითხრა თანამზრახველები გავხდეთ. ერთმანეთს დავაშოროთო. მარწმუნებს სხვადასხვა სოციალურ ფენას ვეკუთვნით და ქორწილი უნდა ჩაიშალოსო. ადამიანებს ერთი შეხედვით ვცნობ. ნამდვილად რაღაცას მალავს. ო, უცნაური მზერა აქვს, გაიძვერა. ან მისი ცოლი რას გავს, მელიქე? თავი დიასახლისი ჰქონია, ფარშევანგივით იფხორება. ფულიასაც შეურაცხყოფა მიაყენა. გაუფრთხილებლად გვესტუმრა. რაღაც ძონძებით გვაწონებს თავს. საშინელი ქალია ეგ მელიქე, ძალიან არ მომწონს. საშინელი ვინმეა? უნახავია და გაუზრდელი. საუბარს არავის აცლის. უკბილოდ ხუმრობს. მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის? ამ სახლში უნდა ცხოვრება. ძალიან მღელავ. ელიფ ჰანიმს არ შეეფერებიან. მაგრამ უკვე დანიშნულია, ვერაფერ შეცვლით. ეგ არაფერი. ბევრი ნიშნობა ჩაშლილა. ბევრი ურთიერთობა დასრულებულა.
მოვიცადოთ. ახლა ამ ბავშვებისთვის დედაც ვარ და მამაც. არავის დავაჩაგვრინებ, მით უმეტეს ელიფს. ოჯახს არ გავათელინებ. ნუ ღელავ. ვერ ვუყურებ, დაიჭერენ. ფილმია ძვირფასო. რომს დაიჭირონ არაფერი დაუშავდებათ. ბატი-ბუტი არ გინდა? ორი თებში მოვედი, როგორ ხართ? ხედავ მშვენივრად ერთობით. თავს კარგად გრძნობთ? დაჯექი, კარგი ფილმია. არა, ხელს არ შეგიშლით. გაერთეთ. რა უცნაური ქალია. ძიმე ხასიათი აქვს. მე არ ვენდობე. რომ გვიღალატოს? არა, თუ არ ვაწყენინებთ, არ გვიღალატებს. გამარჯობა, ექიმო. გამარჯობა, მობრძანდით. გმადლობთ. გამარჯობა. ჩემი მეუღლეა. სასიამოვნოა. მოვემზადები. დიახ, რა თქმა უნდა. გთხოვთ ფარდის უკან მიბრძანდით. ხომ იცით რაც უნდა გააკეთოთ? დიახ. დაბრძანდით, გთხოვთ. ალბათ ბავშვის მდგომარეობა გაინტერესებთ. თქვენი მესმის დედებზე მეტად მანერვეულობენ ხოლმე. დიახ, მაინტერესებს. მზად ვარ. დამობრძანდით. აი თქვენი ბავშვი, ხედავთ? მამიკო, თქვენი გოგონა მოკითხვას გითვლით. გოგონა გვეყოლება? დიახ, გოგონა გეყოლებათ. იქ ასვლა არ მინდა, ომერ. არ შემიძლია, რატომ არ გესმის? ელიფ, ასე ნუ განიცდი, გთხოვ. თუ არ დაგხვდებიან, მაშინვე სახლში წაგიყვან. მაგრამ ხომ შეიძლება რომ იქ იყვნენ? რომ დაეჭვდეს? ომერ, შევრცხვები. თავშეურაცხყოფილად იგრძნობს. არასდროს მაპატიებს. ელიფ, ნუ ნერვიულობ. მარტო ჩვენ ავალთ. ელოდა არ და სახლში გავუშვი. დამოდე. რა მოხდა? მოიცადე. აქ რატომ მოვედით? იმიტომ რომ ბაჰარში ეჭვშეგებარა, არა? თუ მართლა რამეს გიმალავს, ახლაც მოგატყუებს. რამეს მოიმიზეზებს და სახლში არ შეგიშვებს. იგივე მოხდება. თუ ასეა, რამე უნდა მოვიფიქროთ. მართალია. ომერ, არ შემიძლია. არ გესმის? არ შემიძლია. ელიფ, სხვა გზა არ გვაქვს. კარგი, თუ არ გინდა, ნუ შევალთ. ხათის და ნილუფერს ხელს ნუ შევუშლით. ელიფ, ეს გინდა? დამოდე. ახლა კულმინაცია გელოდება, მოემზადე.
ყველა სერიალი ერთმანეთს გავს. შენთან საუბარი შეუძლებელია. Karşılığında kendini yaktın. გამარჯობა. 72 ნომერში ვიყავი ბაჰარჰანიმთან. დილით შემოვიარე, ავად არის, მინდოდა ისევ მენახა, მაგრამ კარს არ ხსნის. დედამის და დას დავურეკე, მაგრამ არც იქ არის. ვღელავ, რამე ხომ არ შეემთხვა, სავარაუდოდ სახლშია. დაურეკავ. არა, სახლის ტელეფონი დაზიანებულია, უნდა შეეკეთებინათ. მობილურზე ვურეკავ, მაგრამ არ პასუხობს. ასეთი რამ არ ჩვევია, ალბათ ჩაეძინა. იქნებ გასაღები მომცეთ. ვნახავ და მშვიდად წავალ. თანაც აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე. ალბათ მიცანით კიდეც. რა ქვიათ? ელიფ? დენიზერ. ათწუთში ჩამობზანდით ელიფანი. პრობლემები არ მჭირდება. ნუ ღელავთ. გასაღების მოცემას არ აპირებდა. ხომ შეგეძლო პოლიციელის მოწმობა გეჩვენებინა? მაგას პროკურორის ნებართვა სჭირდება, სინიორინა. საყვარელო, რა მოხდა? ნილუფერ ფათეჰისადა. ნილუფერ ფათეჰისადა არის. ნილუფერ, ბაჰარი სად არის? ნილუფერ, მარტო რატომ ხარ? ნილუფერ ფათეჰისად არის. აქ არ არის. არ მინახავს, არ ვიცი. აბა რატომ ტირი? რაღაცას მიმალავ, არა? მითხარი. ვატყუებ ნილუფერ ფათეჰი აქ იყო. თვისაც წავიდა. ადაკი ლამაზო მივდივართ. ელიფი და ომერი მოვიდნენ გვიპოვეს. რა? გამარჯობა.
უნდა წავიდეთ საყვარელო. დრო აღარ გვაქვს. რა ხდება? წამოდე. ვერ წამოვალ ფათი. ჩემს დებს ვერ მივატოვებ. ან ისინი უნდა აირჩიო, ან მე გასაგებია? დარჩი. არ გაიქცე. ომერი დაგეხმარება. 20 წელი რომ მოგცენ, მაინც დაგელოდები. დამიჯერე, ჯობია ჩაბარდე, ფათი. ომერის მოსვლამდე უნდა წავიდე. ფათი. წამოდე, ჩემთან ერთად წამოხვალ. რას აკეთებ? ფათი, არ გინდა. რას აკეთებ? გამიშვი. გაჩუმდი, თორემ მოკლა. ჩემი წაყვანა უნდოდა. უთხარი ვერ გამოყვები მეთქი. ბაჰარი ძალით წაიყვანა. მოგაცრავად. მაპატიეთ, მაპატიეთ. არც ვიცი რა გითხრა ნილუფერ. მას შემდეგ რაც გადავიტანეთ, ეს როგორ გაბედე. ფათიხი ავად იყო. ჩემ გარდა არავინ ჰყავს. უარი როგორ მეთქვა. რამეს მოიფიქრებდა. ის კაცი ყოველთვის შენი სისუსტით სარგებლობს და პრობლემებს გიქმნის. ბაჰარს რამე რომ დაუშავოს. რასაპირებ? საკმარისია, ელი. საკმარისია. რა არის საკმარისი? იმ კაცმა გაგვაუბედურა. ვერ ხვდები? ნამდვილად შეიშალე. ხო, შევიშალე. ალბათ მეც ფათიხივით არანორმალური გონი ვარ, მანიაკი. თუმცა არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობ. ჩემი მხოლოდ ფათიხს ესმის, მას ვენდობი. რადგან ისეთი ვუყვარ ვარ, როგორიც ვარ. შენგან განსხვავებით გულწრფელად ვუყვარ ვარ. შენ კი ჩვენზე კი არა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. ელი, მე ხვეწებოდა. მაგრამ ფათიხს უარი ვუთხარი. თქვენ აგირჩიეთ. უნდა წავსულიყავი. ძალიან შევცდი. გამიშვი.
გამიშვი, გთხოვ. ჩემი მძევალი ხარ, ვერ გაგიშვებ. ხომ არაფერს დამიშავებ. მითხარი, ხომ არ მომკლავ. ნახოთ. ფათი შეჭერდი. ომერ, ფათი შეჭერდი. ომერ. ომერ. ფათი შეჭერდი. ფათი შეჭერდი. ფათი შეჭერდი. ომერ არ გაინძრე. არ მომეკარო. ფათი კარგი დამშვიდდე. ერთი ნაბიჯის და ხელს გამოვჭრე. კარგი დამშვიდდე. დამშვიდდე. სისულელი არ ჩაიდინო, კარგი? ფათი ავად ხარ. თავს სუდად გრძნობა. ვიცი იმ ნაძირალამ რაც ჩაიდინა. როგორ შეიძლება მამაშვილს ასე მოექცეს? ფათი ნება მომეცი დაგეხმარო. გულჩვილი პოლიციის როლს ნოთამაშობ. შენი ერთადერთი მიზანი ჩემი და მამაჩემის დაპატიმრებაა. ფათი. იმ კაცს უკვე მამას ეძახი? კარგი, გოგო გაუშვი და წასვლის უფლებას მოგცემ. რას აკეთებ? არა, რას აკეთებ? გემუდარები, გამიშვი. ფათი, წადი მეთქი. დამშვიდდე. დამშვიდდე. არ მომკლავ, გთხოვ. ფათი, შეჭერდი. დამშვიდდე. გააჩერე. გადმოდი. გადმოდი. ან იმ პოლიციელი ვარ, გააკეთეთ რასაც გეუბნებათ. ფათი, ბაჰარს ხელი არ ახლო. თუ გამოყვები იცოდი არ დავინდობ ომერა. ჩაჯექი. გადადი. არდა. იფეკ. ფელო. როგორ ხარ ძვირფასო? კარგად. კარგად. შენ როგორ ხარ? კარგად. ექიმა პოლივიტამინები და ფოლიუმის მჟავა გამომიწერა. მინდა დღესვე დავიწყო, აფთიაქში შევიდეთ. ასე რატომ იყურებ? კიდევ არ გჯერა? ბავშვი დაინახე. ექიმსაც ელაპარაკე. აბორტის გაკეთება დაგვიანებულია. თანაც ეს ცოდვა. ვერ გავწირავ. კარგი. იმ შენ საყვარელს შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა? ველი და კვერცხი შემიწვი? დიდი მადლობა. გახსოვს ერთხელ ძალიან მოგშივდა და შუაღამისას სასადილოში შევიპარეთ. 2 კვერცხი გქონდა და უზარმაზარ ქვაბში მოვხარშეთ. რა თქმა უნდა წაგვესწრეს და კარგადაც დაგვსაჯეს. ამ კერჩენზე გემრიელად ვერავინ ამზადებს. ძალიან მომშივდა. სად აღარ ვიყავი, ბინის საკითხის გარკვევა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, ბინის მიღებას მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეძლებო. მერე მაკლერთან ვიყავი, გაოგნებული ვარ. ბინებს რა ძვირად აქირავებენ. ვიცი. პირდაპირ მითხარი რა ხდება. შენი აქ გადმოყვანა როდის გადაწყდა? 2 დღის წინ ვილაპარაკეთ და არაფერი გითხოვს. სტამბოლში რატომ ჩამოხვედი? იმიტომ რომ მჭირდებით.
პრობლემები მაქვს, ფელო. ელიფ, შენი ტელეფონი მომეცე. რატომ? შენი სად არის? ეტყვი. ელო, სად ხარ? განყოფილებაში მოდი, კარგი? იქ დაგელოდები. კარგი, უკვე გამოვდიოდი. არდას მე შევატყობინებ, კარგი? დროებით. განყოფილებაში მივდივარ. ომერმა დარეკა? კვლელობა? მოიცადე, ჩავიცვამ და მეც წამოვა. რითი მივდივართ? მანქანა ყავს? იფეკ, შენ დარჩი, ცოტა დაისვენე. რატომ? თან ჩემს განყოფილებასაც ვნახავ. იფეკ, აქ დარჩი. არ წახვიდე. ვიდრე ბინას იქირავებ, ჩემთან იცხოვრე. კარგი. არ გინდა წამოვიდე. გასაგებია. წავალ, თორემ დამაგვიანდება. არ მოიწყინო, კარგი? სისხლი მოიწმინდა. გამომართვი, არაფერს დაგიშავებ. ბარ, მაბადე, არ მინდა და ასე მომხდარიყო. შემიფარე და მეხმარე. ყოჩახ, დიდი მადლობა. სამაგიერო ასე გადამიხადი, არა? ნილუფერის ნაცვლად, მე რატომ გამიტაცე? ომერმა იცის, რომ ნილუფერს არაფერს დაგუშავებ. არ დამიჯერებდა. თანაც მინდა ძალით კი არა, ნებით გამომყვეს. მართლა? რა რომანტიკული ხარ. შეგიძლია წახვიდე. გასისულელია, სად უნდა წავიდე? ჭრილობას დაგიმუშავებ. ამ მდგომარეობაში როგორ მიგატოვა? დეიდა ნედრეთ. თუ სხვა არაფერი გნებავთ. ნელ-ნელა ჩემოდნების ჩალაგებას დავიწყებ. ჩალაგეშვილო. როდის მივფრინავთ? 8-ზე. დირექტორთა საბჭოს სხდომა კი 12 საათზეა. თავისუფლად ჩავასწრებთ, კარგი. ნილუფერ საკმარისია, სისულელეს ნუ ამბობ. ჯერ დამაცადე, პასუხს ბაჰარსაც მოვთხოვ. ვერ მოსთხოვ, ელიფ. ბავშვებო, რა ხდება? მომისმინე? თავი დამანებე. ბავშვებო, სირცხვილია, როგორ იქცევით? მიდი, უთხარი. ნილუფერ. ვერ ბედავ, არა? იმიტომ, რომ დამნაშავე ხარ. დამნაშავე არ ვარ, ბავშვებო. ამიხსენით რა ხდება, გთხოვთ. ფათიხ დუნდარს. ოპერაცია გაუკეთეს. ჩემი ჭკვიანი დაიკო კი დაეხმარა. ბაჰარი სახლში დამალა. მე და ომერი მივედით, მაგრამ გაიქცა. ბაჰარი მძევლა დაიყვანა. აი ეს მოხდა. მეტი აღარ შემიძლია, ელიფ. ნილუფერ, მოდი აქ, ელიფ. ასე არ შეიძლება, შვილო, ყვირილით ვერაფერს მოაგვარებ. უკვე მეტი მოსდის, მამიდა. ყვირილით რა შეიცვლება? სულ კანკალებ, აბაზანაში შევა. ილის. მალათიაში დარეკე. სხდომა უჩემოთ ჩაატარონ. ელიფისთვის მიცემული პირობა უნდა შევასრულო. ამ ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ. ოთხი, 7, 1, 6. დიახ, მანქანა გაიტაცა, მძევალი ხავს. მაგიდასთან დაჯექი, გთხოვ. ოპერატიული ჯგუფი მჭირდება. კარგი. ოფიციალურ წერილს მოვამზადებ.
კარგი. შენს არ სველოდები. სახლშიც ვეღარ დამისვენია. რა ამბავია? ამჯერად რა მოხდა? მეთინი ვიპოვეთ. რა? მეთინი ვიპოვეთ. ელიფის მეგობარი ბაჰარი გაიტაცა. გაიტაცა? როგორ? მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. მაგრამ ტელეფონი ჯიბეში ჩავუდე, რომ გადაადგილება ვაკონტროლოთ. იმ კაცს უკვე მამას ეძახი? კარგი. კარგი, გაუშვი და წადე. სიგნალის საშუალებით ვიპოვეთ. ოჩა ღომერ, პროფესიონალი ხარ. ემრე რა ხდება? რამდენ ხანში იპოვენ? ახლა დავიწყეთ, რომ ჭირდება. კომისარო ვარდა. დედა, ვერ ვიჯერებ. სულ ვფიქრობდი, ჩემს გოგონა სამსახურს ადვუშო ვიმეთქი, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. სამსახური თვითონ შესთავაზა. რა კარგია, არა დედა? სკოლას თავს დაანებებს, გამოცდებს არ ჩააბარებს. უსეინმა არ გაიგოს, თორემ ძალიან გაბრაზდება. რას ამბობ დედა? გამოცდას როგორ არ ჩააბარებს? პირიქით, ელიფიც გავაფრთხილე. მეცადინეობაში ხელი არ შეეშალოს მეთქი. ფატმა დეიდა. სულ ვოცნებობდი, ჩემი შვილები წარმატებულები ყოფილიყვნენ. ხედავთ რა კეთილი და მზრუნველი რძალი შეგხვდა. ალი არ ეცეს. დედა, ეს უკვე მეტისმეტია. ჩუმად მელიქე, არ გაიგონოს. ეს რა ხასიათი აქვს? ადამიანს სიხარულს არ შეარგებს, მელიქე. წადი გამოიცვალე. შენზე ისედაც ნაწყენი ვარ. ძალიან გამაბრაზე. ჩემი და ქმრის ნებართვის გარეშე ნედრე თანიმის სახლში მისულხარ. სიმშვიდე დაგირღვევია. არა დედა, მაგას ისეთი ნერვები აქვს. სიმშვიდეს ვერავინ დაურღვევს. სიმშვიდეს ინარჩუნებენ, სიმშვიდეს. ასია მიღებული. თაიარ, ცუდი ამბავი უნდა გითხრა. რომ გეთქვა უნდა გაგახარო, გამიკვირდებოდა. მითხარი რა მოხდა? შენმა შვილმა ისევ ყველაფერი გააფუჭა. ომერმა იპოვა, მან კი ელიფის მეგობარი ბაჰარი მძევლა დაიყვანა. ომერმა ჯიბეში ტელეფონი ჩაუდო. სიგნალს აკონტროლებენ. ძალიან მალე იპოვიან. სასწრაფოდ დაურეკე და გააფრთხილე ტელეფონი მოიშოროს. გასაგებია? ჭრილობა საშინელ დღეში გაქვს. ყელით გივა? არა, აღარ მტკივა. ჭრილობა დაიმუშავე. ტელეფონი გაქვს? გინდა პოლიციას გადამცე? გაგიჟდი? რა სისულელია, რა ტელეფონი? ეს რა არის? ჩემი არ არის გეფიცები. მომეცი გადავაგდებ. ერთი წუთით. ვნახოთ ასე დაჟინებით ვინ რეგავს. ისმენთ? შვილო. შენი შვილი აღარ ვარ. რა გინდა? შენი სიგეთე შვილო. შენი დახმარება მინდა. სახლში მოდე და ვილაპარაკოთ. მინდა და მადლობა გადამეხადა სიცოცხლე რომ შემინარჩუნე. მაგრამ შემატყობინეს რომ რთულ მდგომარეობაში ხარ. მინდა მოსალოდნელი საფრთხე აგარიდო. რომელი საფრთხე შენგან რომ მელოდება? ომერი გეძებს.
შენი გადაადგილების ტრაექტორია რომ დაადგინოს გოგოს ჯიბეში ტელეფონი ჩაუდო. ტელეფონი დაუყოვნებლივ მოიშორე და უსაფრთხო ადგილას დაიმალე. ან ოჯახში დაბრუნდი მამასთან. მე დაგიცავ. საფრთხე შენ მეკნემ, მხოლოდ შენ. შემოდი. მე ზახტით ეფენდემ. ფათიჰი უნდა იპოვო ნევზად. მისი ბინა შეამოწმე. ყველა მეგობართან მოიკითხე. ყველასთან მიდი და რამე გაარკვიე. ომერს დაასწარე. იპოვე და მომიყვანე. ბარათი კი გადააგდე. არ დაგავიწყდეს. როგორც მიბრძანებთ თაიერბე? ერთი წუთით. იმ კაცს რა ერქვა ფათიჰთან ერთად საზღვრის გადაკვეთის დროს რომ დააკავეს? რასიმი ეფენდი? ო, რასიმი. ნახე თუ გამოვიდა. თუ გარეთ არის იქაც შეამოწმე. კარგი ეფენდი. ბაჰარს რამე რომ დაემართოს თავს არასდროს ვაპატიებ. თავს ნუ იდანაშაულე ფელიპ. ჩემი ბრალია. ომერმა მითხრა ფელინთან და არდასთან ერთად წავიდეთო, მაგრამ უარი ვუთხარი. ისინიც რომ ყოფილიყვნენ, მეთინი ვერ გაიქცეოდა. შვილო, ასე ნუ განიცდი. ომერი ძალიან კარგი პოლიციელია. გამოცდილი თანამშრომლები ჰყავს, დამშვიდდი. ბაჰარს იპოვიან. იმედია, მამიდა. იმედია. საუკეთესო მეგობარი საფრთხეში ჩავაგდე. რამე რომ დაუშავოს? საკმარისია, ელიფ, ფათის რომ ზდომებოდა, ჯერ მე მომკლავდა. თუ არ გაჩუმდები, მე მოკლავ ნილუფერ. ბიულეტენი ხომ გაქვს? წადი და დაისვენე, აქ რა გინდა? მეთაურო, ახლა გამათის დრო არ არის. იმ კაცმა გოგონა გაიდაცა, შეიძლება მოკლას. ძებნა რომ გამოვაცხადოთ, პროკურორის ნებართვა გააქვს მთავარ კომისარომ. რა ხდება ალე? რა გაყვირებს? რა უნდა ხდებოდეს? შენი ძმა ფიქრობს რომ განყოფილება მას ეკუთვნის და გადაწყვეტილებასაც თვითონ იღებს. რატომღაც გონია რომ ყველა უნდა დაემორჩილოს. მეთაურო, ერთი წუთით. ალი, იმ კაცმა მძევალი აიყვანა. მანქანა გაიდაცა. გოგოს რომ ყელი გამოსჭრას რას აპირებ? მიპასუხე. მე რას აპირებ? გამოძიებას ხელს რატომ უშლი? ყოჩა ჰუსეინ, ყოჩა. ასე გააგრძელე, ყოჩა. ეს შენი გათამამებულია. იცოდე გაფრთხილება. ერთი წინ დაუხედავი ნაბიჯი და სამსახურს დაკარგავ. ალი, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. კარგი, შენი ნება. ვნახოთ რა მოხდება. მე გაგაფრთხილე. ემრე რა ხდება? ჯერ არაფერი. როგორ თუ არაფერი? სულ თავს იქებ პროფესიონალი ვარო, 40 წუთი გავიდა და პასუხი არ გაქვს. მეთინი ტელეფონს თუ ნახავს. ვეღარ ვიპოვით, მაშინვე გადააგდებს. სიგნალი არ არის, მაგრამ გამოსახულება გვაქვს. ზია მუზაფერ, ოთახში არავინ შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდები სამსახურიდან დაკითხობო. გასაგებია? დიახ, ნუღელავთ, თვალს არ მოვაშორებ. ხედავ დანაპირს არ გიხსნის კომისარო. ცუდგუნებაზე ხარ. ემრე განყოფილებაშია.
გველოდება. გასაგებია. ესე იგი რაღაც მოხდა. გინდა გაგახალისო. აბა თუ მიხვდები სახლში ვინ მელოდება. რას ამბობ? უკვე? საწავიდო და არდა. იფექ ჩვენ გარდა არავინ გყავს. რა მოხდა? აქ გადმოყვანა რატომ მოითხოვა? მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. აქ არიან. ჟანდაბა. ჰელო, ემრეს დაურეკე შეამოწმო სიგნალის მიმართულება ხომ არ შეიცვალა. იქნებ ტელეფონი ისევ ბაჰარს აქვს. არდა. არდა, შენ ქუჩის ეს მხარე შეამოწმე. მე ამ ნაწილს დავათვალიერებ. კარგი? ჰელო, გათიშე ტელეფონი აქ არის. გადაუგდია. შემოსული ზარები არის? ახლა ვევნახავ. ექვათეჰი რა მოხერხებული ვინმეა. მე რამდენიც დაგვისხლდა ხელიდან. ნახევარი საათის წინ ვიღაცას 3 წუთი ვილაპარაკია. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეს ჩეტყობინება. ვიღაცამ გააფრთხილა. იცოდა რომ სიგნალით ვეძებდით. იქნებ ნომერი შეეშალათ. მასე რომ ყოფილიყო. დაფიქრდი 3 წუთი ილაპარაკებდა. ალიმ მიზანს მიაღწია. გეთანხმები, ალი არც მე მომწონს. მაგრამ ასეთ რამეს არ იკადრებდა. ეკიპას შევატყობინებ. მანქანა წაიყვანონ. ომერ, ელიფთან ერთად დეტექტივობანას თამაშ ჩემთვის უნდა დაგერეგა. ბაჰარის სახლში ერთად წავიდოდით. კარგი, არ იდარდო. მაინც დავიჯერთ. კარგი. აქ აღარაფერი გვესაქმება. წავიდეთ. წამოდი ერდა, წამოდი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.